ბევრი შეკითხვა იყო ზრავზე, რა ზრავი გიყენია. აგერ Toyota Alteza ზრავია. 2-0. ამჟამად ტურბინა არ უყენია, მაგრამ გვინდა რომ მომავალში დავაყენოთ აუცილებლად. აგერ გლუშწელი. წიტანის გლუშწელი არის ზევიდან ალუმინით არის შეკრული. ორი სიტყვით მინდა მანქანაზე მოვყვე. ესე იგი აქ რა ხდება, ვისაც ეს მის ვინც ერკვევა, ეგენი გაიგებენ. ესე იგი მოტორი არის შემოწეული წინა ღერძის უკან, როგორც უყურებთ. პილოტი და პასაჟირი არის განთავსებული უკანა ღერძის წინ. ანუ მთელი სიმძიმე არის მოყოლილი მანქანის შუაში. პადვეს გაგვიყენია ფუშროვოდი. ამორტიზატორები აქვს შიგნით. რიჩაგებით გადადის. ძალიან საინტერესო ზრავია. მთავარი აქცენტი არის იმაზე, რომ იყოს ჩატე ტექნიკა. მაქსიმალურად არის გამოყენებული ალუმინი, ებოქსიტი, მაგრამ მომავლისთვის ამის მეორე მოდელი უკვე იმედია გაკეთდება კარბონით. უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებით, ვაკუუმით და ასე შემდეგ. ტურბოს აუცილებლად დავაყენებთ. მოტორი იტანს, ვინც Alteza იცის რა მოტორებია დაგვეთანხმება. ერთი სიამოვნება ამის ტარება. აი ეს კარწინგი თუ გიტარებიათ, აი ერთი ეფექტი აქვს ამ მანქანის ტარებას. ეხლა რო გაიზომოს აი სიმძიმის ვარიანტში, აი 50-50-ზე ვცდილობდით რომ დაგვესვა ყველა საბურავზე. 4 სასწორი რო იყოს ეგრევე ავწონდით, უფრო გვეცოდინებოდა. იმედია შეკითხვებზე გიპასუხეთ, თუ ვინმე რამე გაინტერესებთ, მომწერეთ. ტექნიკური მხარეც რაღაცას შეგვიძლია ყველაფერი ვთქვათ. აგერ ამ მიღწევები ბაჩოკი დვორნიკები ესეა შესრულებული. ლაბაოვი ჩამოსხმულია თბილისში. ეს დაშრას ტექნოლოგიებს შეეხება უკვე აგერ ამ კაცის გაკეთებულია.